მიმართული გვაქვს ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მათ შორის განცხადებით უნარჩვით ქალაქის რუსთავის მერიას, მთავრობის ადმინისტრაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდს, მესაკუთრები იმყოფებიან ინფორმაციულ ვაკუუმში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ თუნდაც მიგვეღო მეტი ინფორმაცია, რათა ეს ყველაფერი მესაკუთრეს დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში მეტად, თუმცა მესაკუთრეს აქვს მიღებული ინფორმირებული გადაწყვეტილება უმეტესობას, რომ მათ სურთ შეუნარჩუნდეს მათი საკუთრება. ჩვენი შეხვედრის მიზანი არის, რომ მესაკუთრე შეუნარჩუნდეს მისი საკუთრება, მიეცეს საკუთრების განვითარების შესაძლებლობა, შეეცვალოს მიწისუნაკვეთის სტატუსი და სწორედ აი ამაში ხედავს ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვა და მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ასევე სურს რომ დავზოგოთ ფინანსური, მატერიალური რესურსი მესაკუთრების ინტერესში ნაკლებად შედის ამ ეტაპზე, რომ წავიდეს სასამართლოში და თუ არის რაიმე სახის შესაძლებლობა და რესურსი, რომ ამ შეხვედრების ფორმატში მოგვარდეს და შეუნარჩუნდეს სასამართლოს გარეშე შეუნარჩუნდეს მესაკუთრეს საკუთრება, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამ შეხვედრების. მიზანი არის ძალიან მარტივი და ძალიან გასაგებ ენაზე. 21 მაისიდან მოყოლებული ჩვენ დავდივართ ხან გუბერნატორის კარებზე, ხან ქალბატონი ნინო ლაცაბიძის კარებზე და ხან სხვადასხვა ინსტანციებზე მივდივართ და ვეხვეწებით, რომ გაგვაგებინონ პასუხი რა მოხდა, რა ვითარებაში მიმყოფებით. ესე იგი პირდაპირ და უშუალოდ დღეს აი ფაქტის სახეზე გამოჩნდა, რომ ქალბატონმა ნინო ლაცაბიძემ აღიარა თავის გუნდთან ერთად, რომ ჩვენ დაკითხვის გარეშე, ანუ ჩვენთან შეთანხმების გარეშე ადგა და ესე უტიფრად გადასცა ჩვენი მიწები და შესთავაზა სკობახიძეს პრემიერ-მინისტრს. ეს არის ყველასთვის დაუშვებელი და ახლა აკერია პირზე ამ წუთში ქალბატონ ნინოს და იძახის, რომ აგერაო 700 კაცი ბედნიერად ყიდის მიწასო. 700 კაცი კი არა, 1000 კაცი რო ბედნიერად გაყიდოს და იმ 1000 კაცში ერთი იყოს უკმაყოფილო, იმ უკმაყოფილო ადამიანის ყველა პირობა უნდა გაითვალისწინოს. შეიძლება 1000 ადამიანი ბედნიერად შეიძლება რაღაცას ყიდიდეს, მაგრამ ერთი უკმაყოფილო ადამიანი არის, რომელიც არ ყიდის და აქედან გამომდინარე, როგორც მაგან აიღო პასუხისგებლობა, რომ იყოს რუსთავის მერი და როგორც მოვიდა კმაყოფილი და უკმაყოფილო ხალხის ხმებით, ისე უნდა გაითვალისწინოს ჩვენი კმაყოფილის და უკმაყოფილო ხალხის პოზიციები და შესაბამისად ჩვენ ყველა წუთში გვამისამართებს და გვეუბნება სასამართლოში იჩივლეთო. სასამართლოში ვისთან უნდა ვიჩივლო, როცა დადგა და პირადად თვითონ დღეს როგორც თვითონ აღიარა თავისი პირით და აღიარეს შატაკიშვილმაც და გუბერნატორმა ილია ჯალაღანიამ, რომ ამ პროცესში, ამ არეალის შეფასებაში და გადაცემაში და შეთავაზებაში მაგსამმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი. აქედან გამომდინარე, ჩვენ სასამართლოში კი არა, როგორც შეთავაზა კობახიძეს ეს ტერიტორია ადგეს და ისევ დააბრუნოს თავის ადგილას და ჩვენ მოგცეს უფლება ამ მიწებზე ჩვენი განვითარება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ემიგრანტები, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი გეგმები განახორციელონ. ჩვენი მხრიდან იყო საქმიანი ფორმატი შეთავაზებული მათთვის. ვინიშნავდით ყველა იმ საკითხს, რაზეც პასუხები უნდა გაგვეცა, ძალიან ვცდილობდით, რომ ყველა დეტალზე ყურადღება გაგომახვილებია და დეტალურად აგვეხსნა თითოეული საკითხი. ძალიან რთულია შეხვედრა, როდესაც მეორე მხარე არ არის მოწოდებული და მოწადინებული იმისთვის, რომ გაიგოს, გადაჭრის გზა მოძებნოს. ძალიან რთულია, როდესაც საკითხების გავლასთან ერთად შეურაცხყოფის მოთმენა გიწევს. იმედს ვიტოვებ, რომ მომდევნო შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მშვიდი, საქმეზე ორიენტირებული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ კითხვაზე, რა კითხვებიც ჰქონდათ, ამომწურავად გავეცით პასუხები იმის მიუხედავად, რომ სამართავად ეს პროცესი იყო ძალიან რთული და ქალბატონო, რა არის ამ შეხვედრების მიზანი? იმიტომ რომ ვიცით არის გარკვეული ნაწილი, რომელიც დათანხმდა მიწების გაყიდვას, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პრეტენზია და არის მეორე ნაწილი, რომელსაც არ სურს და დღეს შეხვედრაზე მე მოვისმინე არაერთხელ, რომ რაც არ უნდა არგუმენტები მოისმინონ, ისინი არ აპირებენ მიწის გაყიდვას. ამ შეხვედრების მიზანი რა არის? თუ ისედაც ის ადამიანები მიწას არ ყიდიან. პირველი ის, რომ კომუნიკაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. მე ძალიან ვცდილობ, როგორი სირთული საკითხიც არ უნდა იყოს, ან ადამიანების ჯგუფი როგორი აგრესიულიც არ უნდა იყოს, ან რაღაცნაირად რთული მათთან კომუნიკაცია, ეს კომუნიკაციის პლატფორმა და შესაძლებლობა ყოველთვის მქონდეს მოსახლეობასთან.
რაც შეეხება პროცესს, იცით რომ შემოსასვლელი მიწის ნაკვეთები 10 წლეულებია, როგორც იალღუჯის და იალღუჯთან დაკავშირებით გარკვეული გამოსავალი მოვძებნეთ. შემოსასვლელი მიწის ნაკვეთების განაშენიანება ვერ ხდებოდა 2014 წლის გენგეგმა ამბობს, რომ გაუნაშენიანებული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა დამუშავდეს იმისთვის, რომ გაიცეს ნებართვები ინდივიდუალურად თუ მაღალსართულიანი შენობებისთვის. მე პირველივე წელს 2021-დან მოყოლებული გარკვეულ საინიციატივო ჯგუფებთან მქონდა შეხვედრები, გავდიოდით რამდენიმე საკითხს, მათ შორის ექსპერტების და დარგის სპეციალისტების ჩართულობით ვეძებდით გამოსავალს. ეს გაყინული და გაჩერებული საკითხი როგორ შეიძლებოდა, რომ ნელ-ნელა წინ და პოზიტიურად მობრუნებულიყო მოსახლეობისთვის. დღეს გამოსყიდვაში 700-მდე რუსთაველმა მიიღო მონაწილეობა, ანუ მისთვის ეს გამოსყიდვა იყო მნიშვნელოვანი და აიღო ის თანხა, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ასევე პროცესი გრძელდება, თუმცა გარკვეული ჯგუფი, გარკვეული ადამიანები ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. ავუხსენით შეხვედრაზე, რომ ამას აქვს თავისი სამართლებრივი გზა, ეს არის სასამართლო გზით უფლების დაცვა და იმეც ვიტოვებ, რომ მათი მხრიდან იქნება სამართლებრივი ნაბიჯები და არა ის, რასაც დღეს უსმინეთ. თუ გაქვთ კონკრეტული ციფრი, რამდენი მიწაზე, ან რამდენ მფლობელზეა საუბარი? მე მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით ადამიანებთან საუბარი, ზოგი ამბობს 4000, ზოგი ამბობს 5000, ზოგი საერთოდ 10000-საც მეუბნება. რა რაოდენობის მიწაზეა საუბარი, რომელიც უნდა გამოისყიდოს მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა? 700 უკვე გამოსყიდულია, ანუ მე მაინტერესებს, რამდენი პროცენტია გამოსყიდული და რამდენი რჩება გამოუსყიდავი? ჩვენ ახლა რა ინფორმაციაც გვაქვს 2000-მდე მიწის ნაკვეთი არის იდენტიფიცირებული. ამ ციფრს ზუსტად ვერ ვიტყვით იქიდან გამომდინარე, რომ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში გრძელდება, არიან მესაკუთრეები, ვისაც დარეგისტრირებული არ აქვს და ასე რომ პერიოდულად განახლდება ეს მონაცემები. როგორც აღვნიშნეთ, ამ 2000-დან 700-მა უკვე მონაწილეობა მიიღო გამოსყიდვის პროცესში. დღეს რამდენიმე ათეულს შევხვდით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მათ უკან კიდევ დიდი რაოდენობის ადამიანები არიან და ამას სჭირდება ოფიციალური დასაბუთება, წარმომადგენლობა, ეს ავუხსენით. პროცესი მიდის, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, მათ შორის მის რიგს გამოსყიდვის ნაწილში. ახსნელი გვაქვს ყველა დეტალი და ყველა დეტალზე არიან ინფორმირებული.